დააძლევს მივაგენი ისეთ ხეს, რომელსაც ბევრი მიმართულებით ჰქონდა ტოტები. გადავჭერი და მივეცი სასურველი ფორმა. ამის შემდეგ დავიწყე ქერქის გაცლა, რაც საშინელი პროცესი აღმოჩნდა. 3 დღე ვთვლიდით ან უდროობის გამოც მოვანდომე ეს დრო. გაცლის შემდეგ ჯაგრისით დავამუშავე. შემდეგ ზუმფარა ქაღალდით. სადგამისთვის კი მოვჭერი არაპროპორციულად ფიცარი. ჩაუბურღე, გავუსვი წერო პევეა და დავაფიქსირე. იგივე პრინციპით დავაფიქსირე თაროები, რაზეც გადაჭრილი ხის მორები გამოვიყენე. ბოლოს დავალაგე მცენარეები და ესეც ჩვენი თარო დეკორაცია.